ყოველ ბრაულერს და Brawl Stars თავისი ისტორია აქვს. მე უკვე გავაკეთე ვიდეო როგორც თვითონ Brawl Stars-ის, ასევე პირველი 3 ყველაზე იდუმალი ბრაულერის ისტორიაზე, ასე რომ ორივეს ნახა შეგიძლიათ ჩემს არხზე. დღეს კი ყვებით ისტორიებს, რომლებიც ბნელ და იდუმალ წარსულს გვიყვებიან. ედგარის ტრაგიკული ისტორიიდან დაწყებული კოლეტის მიერ მაშველი ჟილეტების ტარების ნამდვილ მიზეზებამდე. ეს არის სტარპაკის ტრიოების ისტორია, რომელიც მანამდე არასდროს მოგისმენია. ვიდეოს დაწყებამდე დაწერე კომენტარებში, რომელი ბრაულერის ისტორია გინდა იყოს შემდეგი. რომ არ გამოჩეს მომდენო ვიდეოები კი გამოიწერე არხი და ლაიქე ვიდეო და ჩართეს არისხლაკიც. ეს ლაიქი უშუალოდ ვიდეოზე გადავინაცვლოთ. პირველი გახლავთ ჩვენი გრიფი. გრიფი უდაოდ ადამიანია. ეს ჩანს მარცხენა ხელზე, ხელთათმანიდან, რომელზეც ერთ თითზე ხელთათმანი დახეულია და ადამიანის თითი ჩანს. თავზე კი სალაროს აპარატი უკეთია. უცნობია, ის თავად ატარებს მისი მიზნით თუ მუდმივად აქვს ის მიმაგრებული. გრიფი უკიდურესად ძუნწი და მატერიალისტია. ყოველთვის ცდილობს მდიდარ და წარმატებულ ადამიანად გაწარმოაჩინოს თავი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი ბიზნესი აქვს. ჩავალნილი სტარბაკის საჩუქრების მაღაზია. იგი ასევე აქცენტს აკეთებს ნაღდ ფულზე, რათა საბანკო კავშირები და შენახული ტრანზაქციები აიცილოს. აღწერაში წერია, რომ ის არასდროს არის სახლში, როცა ბანკი რეკავს. სავარაუდოდ იმიტომ, რომ დიდ ვალებში ან გადაუხდელი გადასახადები აქვს. ბანკში აშკარად ეძებს რაღაც ქმედებების გამო, რაღაცეებს, რაც გრიფს ჩაუდენია. გრიფი შეპყრობილი ასევე ფულით და განასახიერებს სიხარბის ცოდვას ყველაზე ზუსტად. შემდეგია კოლეტი. კოლეტი უბრალოდ გიჟია. მას მოჩვენებითი გარეგნობა აქვს, ძალიან ფერკმთალი, რაც გარს მოგვაგონებს რაღაც დროით, რომელსაც ბევრი ფიქრობს მოჩვენებად, ასევე, რომელიც წინა ვიდეოშიც განვიხილეთ. კოლეტი ატარებს მაშველი ჟილეტის სერიოზული ობსესიური აშლილობის გამო. იგი აკვიატებულია ყველა ბრაულერზე და გამოდმებით აგროვებს მათთან დაკავშირებულ ნივთებს თავისი ალბომისთვის. იმდენად შეყვარებელია, რომ რეალობის შეგრძნება უკვე დაკარგული აქვს მას. არსებობს შანსი, რომ მან ვიღაცას, ალბათ ერთ-ერთ ბრაულერს, რომელზეც აკვიატებული იყო, ზიანი მიაყენა, რის გამოც ამჟამად მას მაშველი ჟილეტი უკეთია. დავასრულოთ ჩვენი ტოქსიკი ბრაულერი ედგარით. ედგარს, როგორც ცნობილია, ემზი მოსწონს. კოლეტი მოსწონდა ჩვენი აზრით, მაგრამ ეს არ შესაბამება რეალობას და ემზი მოსწონს. ეს ჩანს ერთ-ერთ ძველ პოსტში, სადაც ის თავისი შარფით გულს ქმნის ემზისთვის. კანონიკურად მას ყავს დედის ფიგურა ცხოვრებაში, რომელიც ფიქრობს, რომ ედგარი უბრალოდ ფაზაშია, თუმცა მისი მივანაობა ჯერაც უცნობია, თუ ვინ არის დედამისი. ედგარის ბექგრაუნდში მოჩანს სიღრმისეული ტრამვა, რამაც ის სიმნელეში დატოვა და ვერასდროს შეძლებს მისგან გათავისუფლებას. სხვა პოსტში გამოქვეყნდა მისი შარფის რენტგენის სურათი, სადაც გამოჩნდა, რომ ეს შარფი უბრალო აქსესუარი არ არის მისთვის, არამედ იგი ორი დამატებითი კიდურისგან შედგება, ამიტომაც აფრთხილებს ყველას, არ შეეხონ შარფს. ის პირდაპირ არის დაკავშირებული მის სხეულთან. ჩვენი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ მეგობრებო დაიმახსოვრეთ, ეს მხოლოდ დასაწყისია. მალე მოგიყვებით სხვა ტრიოების ისტორიებსაც თქვენი სულისამებ, თუ როგორ დაალაიქებთ ამ ვიდეოს, როგორ გამოიწერთ არხს და როგორ გააქტიურებთ არისხილაკს. ასევე დაწერით თქვენი სასურველი ბრაულერი ვიზეს გინდათ, რომ გავაკეთო ისტორია და გაანახებთ ასევე Brawl Stars-ის ბნელ სამყაროს. ასევე უყურეთ ჩემ ვიდეოებს, რადგან ბევრი გათამაშება მაქვს. რომ არ გამოტოვოთ გათამაშებები და ისეთი მაგარი ვიდეოები. ეხლა კი მადლობა რომ მიყურეთ და ნახვამდის.